შემდეგი კვირიდან ვიწყებ 2 კვირიან ფინანსურ მარათონს, სადაც მინდა რომ თქვენ შემომიერთდეთ და მოგიყვებით დღეს როგორი იქნება ეს მარათონი. მე მაქვს გაკეთებული ადრე ფინანსური მარათონი, სადაც არის ბლოკების მოხსნა, თავისი მედიტაციებით, სავარჯიშოებით და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს გამოვიყენებ და მოგცემთ მონაწილეებს და ამას გარდა კიდევ გვექნება რამოდენიმე ახალი ალგორითმი, რამოდენიმე ახალი მედიტაცია, სავარჯიშო და ასევე 2-3 შეხვედრა გვექნება ამ 2 კვირის მანძილზე. დღეს თავისუფალ წვდომაში მოგცემთ ერთ ძალიან საყვარელ და კარგ ალგორითმს. ფაქტიურად ძალიან პატარა პრაქტიკა არის, რამოდენიმე წუთიანი, რომელიც შეგიძლიათ შეასრულოთ და დაგეხმარებათ ფულის ენერგიის გააქტიურებაში. მოდით აიღეთ ახლა მარკერი და გაიმეორეთ, რასაც ვაკეთებ აქ. დახატეთ წრე შუაში, ეს არის ფულის სიმბოლო, უგნებავთ შიგნით ჩაწერეთ მე, ანუ თქვენ და თქვენ ფული, გააკეთეთ ხაზები, რომელიც გადაივლის ამ წრეზე და დაიწყეთ შემდეგ უკვე პატარა წრეების დახატვა. ეს არის ფული, რომელიც უკვე მოდის შენკენ. რაც მეც გააკეთებთ ამ წრეებს, უკეთესი იქნება. წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება ეს ფული და როგორ მოდის შენთან სხვადასხვა წყაროდან. ხელფასი იქნება ეს, საჩუქრები იქნება, მოულოდნელი შემოსავალი იქნება ეს თუ თქვენთვის დაბრუნებული ვალები, კლიენტები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი და მზად არიან, კარგად გადაიხადონ თქვენს მომსახურებაში. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის მომსახურება გაქვთ თქვენ, მაგრამ თქვენ გასცემთ რაღაცას, ხო? და გჭირდებათ კარგი კლიენტები, ადამიანები, რომლებიც არიან მადლიერები და მზად არიან მადლიერებით გადაიხადონ თანხა, რასაც თქვენ აფასებთ თქვენს რა დავარქვა მომსახურებას. არამდენადაც აფასებთ, აი აქ წარმოიდგინეთ, რომ არის ეს კლიენტების დიდი ნაწილი, არის საჩუქრები, შემოსავალი, თუ მუშაობთ, არის გაზრდილი ხელფასი, არის დამსაქმებლისგან პრემიები და ასე შემდეგ. აი ეს წრეები, წარმოიდგინეთ, რომ ეს არის ყველაფერი ფული, რომელიც შემოდის თქვენთან სხვადასხვა ნაკადებიდან. იგრძენით ეს ენერგია და გულში იმეორეთ აფირმაცია, ჩემი ფული მოდის ჩემთან მარტივად. ასევე მე თქვენ აქვე ჩაგიგდებთ აფირმაციების, ჩაწერილ აფირმაციებს ხმოვანი სახით, რომელიც შეგიძლიათ ჩართოთ ხატვის დროს და აი ეს აფირმაციებიც იმეოროთ, როცა დაიწყებთ ხატვას. ყველა კუთხე მოამყვალეთ კარგად. ყველა აბსოლუტურად არ გამოგჩეთ და აქ დაიმახსოვრეთ, რაც უფრო დიდ ფურცელზე დახატავთ ამ ალგორითმს, მეტი იქნება, რა თქმა უნდა, დასახატი. როგორც ხედავთ, მე აქ მწვანე მარკერს ვიყენებ, ამ მარკერს აქ 2 მხარე წვრილი და უფრო სქელი გამოვიყენე ძირითადი კონსტრუქციის დასახატად, ხოლო უწვრილს უკვე ვიყენებ გადაბმის ადგილების მოსამგვალებლად. და როდესაც უკვე მოვამგვალებთ ყველა კუთხეს, მერე გადავდივართ ფერის შემოტანაზე. ფერი ეს არის ენერგია, რომელიც აქტიურებს ჩვენს ფინანსურ ნაკადს და სიხშირეს. ყვითელი ამ შემთხვევაში გამოიყენება ფუფუნებისთვის, მწვანე გამოიყენება სწრაფი ფულისთვის და ლურჯი გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ შემოსავალი მოდიოდეს თქვენი იდეებიდან, ანუ თუ გაქვთ რაღაცა იდეები და გინდათ, რომ აქედან მათი განხორციელებიდან მიიღოთ ფული, გამოიყენეთ უფრო ლურჯი ფერი მაშინ. და ბოლოს შემოგვაქვს სამყაროსეულის სქელი ენერგიის ხაზი. ეს ხაზი არის როგორც ფულადი ნაკადი დიდი, ასე წარმოიდგინეთ და გააკეთეთ მაქსიმალურად სქელი და მომგვალეთ კუთხეები. მზადა, შეინახეთ ეს ვიდეო, რომ არ დაკარგოთ და გამოიწერეთ ასევე ჩემი არხები ახალი პრაქტიკებისთვის. დამიწერეთ, როცა დახატავთ, ჩააგდეთ ნახატი ან დამიწერეთ კომენტარში, რომელი ფერი აირჩიეთ თქვენი ფულადი ნაკადისთვის.